გამარჯობათ, მე ვარ ლაშა ქოსაშვილი და წესით 2 საათში მე უნდა გავფრინდე, რომელიც ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი და ყველაფერი დამოკიდებული არის ჩემ ფიქრებთან. ჩემ ფიქრებთან ვარ ესე ვთქვათ შესათანხმებელი მეწავალ თუ არა. პირველ რიგში მოგესალმებით ყველას და მოკითხვას უძღვნი გიორგი მანჯგალაძეს, იგივე მანჯგალას, ჩემი ბავშვობის ძმაკაცს, გიორგი ერისთავს, იგივე გრინჩის, დათო არშილავას, ჩემთვის საყვარელ ადამიანს, ჩემი ძმა და მეგობარი, ყველაფერია ჩემთვის და გიორგი ამაშუკელს და გომერას. მადლობა ბიჭებო ყველაფრისთვის, რაც ჩემთვის გააკეთეთ და აი როგორც სისხლით ძმა, ისე მიყვარხართ და გენაცვალეთ ყველას. დაიწერა რამდენიმე დღის წინ ლექსი, რომელიც მინდა გააგაცნოთ და პირველ რიგში იმ ადამიანს უძღვნი მოკითხვას, რომელიც დღეს ჩემთან არ არის, ანი ნოზაძე, მე შენ ძალიან მიყვარხარ და რაღაც გარკვეული მიზეზების გამო მან ვერ შეძლო ჩამოსვლა აბასთუმნიდან, საიდანაც სადაც ის ისვენებს და რავი, რომ ჩამოსულიყო ალბათ ძალიან გამიხარდებოდა, მაგრამ მინდა რომ ეს ვიდეო ჩემგან სამახსოვროდ დარჩეს თუ გავფრინდი, რომელიც ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი. და ან ნოზაძე მართლა ძალიან მიყვარხარ და ყველაფრისთვის რაც უაზრომი ლაპარაკია ან რამე ცუდად მოგცევი ვარ, ყველაფრისთვის გიხდი ბოდიშს და მინდა თავიდან დავიწყოთ ყველაფერი. ძალიან მიყვარხარ და ყველასთვის გრინჩისთვის და ბიჭებისთვის ნაცნობი ლექსი ღმერთო მოვეთრიე. დავარქვი ლექსა ასე, რადგანაც როგორ გითხრათ, რამოდენიმე დღის წინ ალბათ ჩემ მეგობარს გიორგი მანჯგალაძე რო არ დამჯდარიყო და არ ელაპარაკა ჩემთვის თუ რა არის ჩემთვის მთავარი ამ ცხოვრებაში და რადგან მთავარია ცხოვრებაში ის კი არა რომ ისწავლო კაცი გამოხვიდე რამე კაცობა შენშია და სიყვარული უნდა ქონდეს პირველ რიგში ღმერთისადმი ცოტა გაცებული ვარ ღმერთისადმი მშობლებისადმი, მეგობრებისადმი და საყვარელი ადამიანისთვის. ჩემი საყვარელი ადამიანი კი ანი ნოზაძეა და აქედან უძღვნი მოკითხვას და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, აი არ მომბეზდება ეს არადროს, ანი ნოზაძე ძალიან მიყვარხარ. და ამ ლექსს უძღვნი იმათვის, ვისაც ღმერთთან ახლო კავშირი აქვს და მინდა რომ ჩემი სათქმელიც გაიგონ. სწორედ ეს არის, რასაც ეხლა წარმოვთქვა. ღმერთო მოვეთრიე. ცოდვი დავთვერი და აქ მოვეთრიე, ფეხზე ვერ ვდგავარ, ისე ვარ მთვრალი. ღმერთო, შენ სახლში შემოვეთრიე, მინდა გავსწორდეთ მომცე ჩემი ვალი. ცოტა თუ გჭორავდა, მასთან ნათელია. გოლგოთის მთას რომ თელავდნენ ჯვარით, ცოდვები მარტო, როცა გათელინა, ვისანაღლებდი, კიცხავდნენ ჯავრით. რისთვის შეეწირე ასეთი მარგალიტი? მათთვის, ვინც მცირე ვერცხლზეც გაკიდეს, ნუ თუ ღირდა, ხალხისთვის ასეთი მაგალითი, რომელთაც ჯვარი კამათნით გაყიდეს. ამას აქ რა უნდა, ყველა მე მიყურებს, რამდენი საკოფნა უბრალოდ მოდა. მათი ჩურჩული სმენას მიყურებს, გულში მლანძღავენ და ერთი მოთქმა, თქვენი ლაპარაკი. ხომ წარე ღიმილია, ვერწყი შეამჩნევთ, რამხელა ბოდოა. აქ შემოვედი დაუსრემლოდ მეტირება, ამ გულში მთელი სამყაროს ცოდვა, რწმენა შემერყა, ყოვლად ძლიერო, მე ხომ არ მithქვამ სიცოცხლე მაჩუქე, გთხოვ ეშმაკებთან გამაძლიერო, ღმერთო მომხედე, სულისყვას ვაჩუქე, ჩემში ეშმაკმა ბინა რომ დაიდო, კაცრად მიბრძანა მე უნდა მადიდო. არ მინდა ღმერთო რწმენაზე დიდო, შენმა შვილმა რომ სულ სხვა ვადიდო, პასუხის გებლობას ჩემზე ვერ ვიღებ. თუ დამეხმარები ცოდვებს გამიგებ, მე ჩემ რწმენაზე ხელს არ ავიღებ, ჩემი სულის მსხვერპლს შენთვის გავიღებ, ჩემი მუდარა, ღმერთო, ნუ თუ არ მოგივიდა, როგორ მოვიქცე, მიმანიშნე რა მოგივიდა. ასე ცხოვრება ყელზე ზემოთ ამომივიდა, ბევრი ვეცადე, მაგრამ არა, არაფერი გამომივიდა, შენ რომ შემპირდი, ჩემთვის ის მზე როდის ამოვა, ხორცის, სატანას სისხლიდან როდის გამოვა,
ჩემ უდაბნოსკენ შენი წყალი როდის წამოვა აქვე მიშველე სანამ სული განკითხვად მოვა ყველა ცოდვას გეტყვი გთხოვ რომ მომისმინო ჩემში ცხოვრები ურჩხული მოისმინო აღარ შემიძლია მეტი მოვითმინო მთელი წარსული სურს ხოხვით მოვიფრინო მე პატიოსას გარყვნილად ვქმნიდი სული სიწმინდეს ცოდვებს ვაცმევდი აქამდე მე შენ უბრალოდ გთვლიდი შენზე საუბარს სულ ზურგს ვაქცევდი ღმერთო მაპატიე ამდენი ბინძური ფურცელი გადავშალე ამ ყველაფერში მე არ ვარ დამნაშავე ეშმაკს ვერ ვძლიე და ის გააშავე წმინდაო ლინკოლოს შენ წინ ქეც ვიხრი შეხო მოიპოვე სიმდაბლით სიმაღლე რატომ არ მითხარი საფლავს რომ ვითხრი ჩემში ყველა წმინდა ჭრდილში რომ მივმალე წმინდაო გიორგი ტყვეთა განმათავისუფლებელო აქამდე ნეტავ რატომ არ გიწამე გევედრები ამ სატანისგან განმათავისუფლო ღვაწლით შემოსილო დიდო მოწამე ქართველთა მხსნელო წმინდაო ნინო შენი ცხოვრება ხომ ღმერთს გაატანე ზიარება მინდა აღარ მსურს ლოთის ღვინო გემუდარები მეც ღვთის გზა გამატანე ჩემო ღვთისმშობელო ჩემო მარია ჩემს სტუმრად ისევ ეშმაკნი არიან ნუღა დამტოვებ უშენოდ ქარიანს აღარ მსურს ვერ ბრძოლო ცხოვრებას ავდრიანს თავარ ანგელოზო წმინდაო გაბრიელ დიდო თავარო ზეცისა ძალთა დიდო თავარო ზეცისა ძალთა ყველა ბოროტი ჩემში დაარბიე მასწავლე ჩემი სიწმინდის მართვა მამაო ჩვენო რომელი ხარ ცათა შინა ნუ შემიყვანე მე განსაცდელსა შიდა მეც მანყოფე შენ სახლს შინა ნუ ხარ მანახებ გზას ასაცდენსა წმინდას ვედრების ხათან მე დავიჩოქე ამ აბაღლებამდე ხოხვით მოვედი ყველა ჩემი ცოდვა შენს წინ დავაჩოქე მე კვლავ ვიპოვე შენში იმედი მე ვერ ვიხილე თავად იესო მაგრამ სათქმელი აღმა წერინა კალამი მომცა თქვი ესო და თავის აზრი დამაწერინა სიცოცხლეში ხომ ყველაფერს მივხვდი შენს მისიადაც ეს ავარჩიე ქვეყანაში ხომ სწორედ რომ გთვლიდი მიხედე და რაც მინდოდა ის გავარჩიე რადგან შენ ჩემთვის იწყე გალობა ჭეშმარიტებას ჩემში იპოვე ამ ყველაფრისთვის გეტყვი მადლობას ცოდვით შეგინდო შენ მე მიპოვე ვინც სწორად ცხოვრობს ჩემთან ავიყვან ყველას ვინც რწმენას სწორედ დაზვერეს ხელში აყვანის სწრაფად გავიყვან არ გავუძნელებ არც ერთ საზვერეს შენ მათ უთხარი ვინც მე დამივიწყა მობრუნდნენ თორემ გვერდით გავრიყავ და მათ ვინც თავის სული დაივიწყა ჯოჯოხეთისკენ ქვემოთ ჩავიყვან შეწყვიტე თავის სულების გმობა არც ერთს არ აცდება ერთი ხელის მოსმა ყველა პასუხსაგებს რომ დაკარგეს ნდობა იცოდეთ ახლოვდება ჩემი უკან მოსვლა თავარი სათქმელი ღმერთის ასე იყო მიწა იყავი და მიწად იქცევი გახსოვდეს გთხოვდა სული არ გარიყო და სამოთხეში ჩემთან იქნები ასე დამთავრდა ჩვენი ლექსი და იმედია ნახველებს მოგეწონებათ და თუ არ დაგიზარებათ დააჭერეთ ლაიქს და ვისაც არ მოგეწონება დაგვიწერეთ კომენტარი და აუცილებლად მივიღებთ თქვენი შენიშვნებს და რავი კიდევ მინდა რომ გადავცე ანინოზაძეს რადგან მასზე ფიქრებს ვერ ვივიწყებ და რავი თუ გვახსოვს მოდი ერთ ლექსად წავიკითხავ ძველია მაგრამ ძველის განმეორება ხომ ცოდნის დედაა კარგით, მაშინ მოდი შევეცდები გავიხსენო მე ის ლექსი, რითიც რაც წინა ვიდეოში მქონდა გამოხატული. ერთი წუთით რატომაც არ მახსენდება, ალბათ უფრო ახალი მუზა მყავს და ალბათ მაგიტომაც მიჭირს ამ ლექსის გახსენება. მოდით რაღაც ნაწყვეტს გეტყვით და იმედია ეს ლექსი გაგახსენდება. ფანჯარა გამოვაღე, მზე ჩადიოდა,
ცხოვრებას კიდევ ერთი დღე აკლდებოდა, ვინც ის უკვე ბოლო დღე ხამდებოდა და ჩემი ცხოვრებაც უკვე თავდებოდა. მაგრამ რატომღაც ეს არ მადარდებს. ერთ რამეს ვფიქრობ, ერთი რამ მანაღლებს, რომ ჩემზე მეტად არავინ გაფასებს. შენ კი ვერ გამიგე, აი ეს მადარდებს. ისე მოკვდებოდი, ვერავინ გამიგებდა, რომ შენზე ფიქრები იმ ქვეყნად გამყვებოდა. მადლობა, ვინც ამ ვიდეოს წამები მაინც დაუთმობს, წამეს მაინც დაუთმობს და უყურებს და მოდით ბიჭებო თქვენცი მოქმედეთ, რომ სიყვარული არ დაკარგოთ, იმიტომ რომ ჩემთვის სიყვარულზე წმინდა ალბათ არაფერი არ არის და არაფრად არ ვთვლი. და რავი, ვისაც კი სიყვარული დაუკარგია, გთხოვთ, ჩემი პირადი თხოვნა არის, რომ დაიბრუნოთ თქვენი სიყვარული და მინდა რომ ყოველს ბედნიერება, წარმატებები პირად ცხოვრებაში და ყოველს მინდა რომ ისეთი ცხოვრება მიეცეს, ვინც თვითონ ინატრებს და ჩემს ძმაკაც გიორგი მანჯგალაძეს ყველაზე დიდი თხოვნით მივმართავ, რომ მან იმ გოგოს აუხსნას ყველაფერი, რასაც გრძნობს და არ შეეშინდეს, თორემ შიშით შორს ვერავინ ვერ წავა და ასევე ყოველას გიორგი ამაშუკელს, რავი, ბედნიერებას უსურვებ. სახლს და გვარს არ დავასახელებ იმ გოგოსთან, გრინჩი შენც ასევე და დათო არშილავა, ძალიან მიყვარხარ, აი ყველაზე ძალიან, აი ჩემთვის აი მართლა ყველაფერი ხარ და ბედნიერებას გისურვებ შენ საყვარელ ადამიანთან, იმიტომ რომ რამდენიმე დღის ბაზარი არის და შენზე ნერვიულობდით ბიჭები და ყველაფერი ღმერთის წყალობით კარგად არის. და ბედნიერებას გისურვებ მასთან და ყველა ჩემ მეგობარს ვეუბნები ამ სიტყვებს, რომ მიყვარხართ და არ დაგვაუწყდეს ერთმანეთი და დიდი ხანია ჩემ ერთ მეგობარს არ შევხმიანებივარ გიორგი მოსულიშვილს და გიორგი შენს მოკითხვას გიძღვნი, რა თქმა უნდა და მომენატრე ძალიან ძმისგულო და რავი, დღეს თუ გავფრინდი, ღმერთი ჩემსკენ, როგორც შალვანათელაშვილი ითქვა და მაგრამ რა უყოთ, ღმერთი თავის გზას ძიდონ რჩევს, ვის გააყვეს. მე კი დაგემშვიდობებით და რავი, წარმატებები ყოველს პირად ცხოვრებაში კიდევ ერთხელ და ამის ვიდეოს ბოლოს ანი ნოზაძე, მე შენ ყველაზე ძალიან მიყვარხარ. გემშვიდობებით. მადლობა ყურებისთვის.